17 წელი აგვისტოს ომიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი და 10,000 დევნილი. ეს რუსული ოკუპაციის რამდენიმე დღიანი შედეგია. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია, რომელსაც მშვიდობის მყოფელთა სტატუსი არ ჰქონდა, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და საომარი მოქმედებები დაიწყო. ქართულმა მხარემ მას ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხა. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე და მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა. ქართულ მხარეს აგვისტოს ომის საქმე რუსეთის წინააღმდეგ მოგებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმი ომის დამნაშავედ გამოაცხადა. ომის დანაშაული რეჟიმს დაუმტკიცდა ჰააგაშიც. 2022 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 3 დამნაშავის დაკავების ორდერები გამოსცა. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით კრემლმა ქართულ მხარეს ომით მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უპასუხა, რადგან 7 აგვისტოს ღამით მდინარე ცხინვალს თავს დაესხა. ეს მხოლოდ მტრის ვერსია არ არის. ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს არ მიიჩნევს არც ქართული ოცნების მთავრობა. დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები მიაგებენ. სალომე ლაბაძე იმყოფება ახლა იქ და ის მოგვიყვება. სალომე, მოგესალმებით. მოგვიყევი, რა განცხადებები კეთდება მათი მხრიდან? საქართველოს ბოდიში მოსახდელი არ აქვს, ანწუხელიძე კი შეეწირა არა ვიღაცის პიარს, არამედ ის საქართველოს გმირია. ეს არის ის გზავნილები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვისმენთ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, მას შემდეგ რაც მათ აქ პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ ომის ათვლის და შესაბამისად ამ ომში დაღუპული ადამიანების გმირობის ათვლის თარიღიც არის სწორედ 7 აგვისტო, რადგან 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარული არმია შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და აქ სამხედრო იერიშის განხორციელებას შეუდგა. 17 წლის წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა მოხერხდა ქართველი ჯარისკაცების თავდადების შედეგად, თუმცა ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ 17 წლის შემდეგ უკვე ქართული ოცნების რეჟიმის პოლიტიკის დამსახურებით კრემლი ისევ ახერხებს საქართველოს შენარჩუნებას საკუთარ დაქვემდებარებაში, საკუთარი გავლენის ქვეშ, ამიტომ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ამ გავლენისგან ქვეყნის გათავისუფლება. დღეს ოპოზიციას არ გაკვირვებია ის, რომ ადგილზე არ იმყოფებიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, რადგან როგორც რეჟიმის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, ოცნების მიზანი ამ ნაწილშიც აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც არის საქართველოს ისტორიის გადაწერა, რისი ბოლო გამოვლინებაც და ყველაზე მკვეთრი გამოვლინებაც არის მათი შეფასებით ის კომისია, რომელსაც ეგრეთ წოდებულ პარლამენტში თია წულუკიანი ხელმძღვანელობს და რომელსაც საზოგადოების ნაწილი ღალატის კომისიად აფასებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა ოცნების მიზანი არის ის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაავრცელოს ისეთი შეფასება, რომელიც ხელსაყრელი იქნება მხოლოდ რუსეთისთვის, თუმცა საიმედო არის ის, რომ ქართული მხარის უდანაშაულობა ამ ომში უკვე საერთაშორისო დონეზეც არის დამტკიცებული, მათ შორის სტრასბურგისა და ჰააგის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ამიტომ როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეს მცდელობა ოცნების რეჟიმს წარმატებით ვერ დაუსრულდება და ქართველი ხალხი გააგრძელებს იმ ბრძოლას, რომელიც 17 წლის წინ ქართველი ჯარისკაცების თავდადების შედეგად მოხერხდა, ისე რომ 17 წლის წინ ვერ მოახერხა რუსეთმა საკუთარი მიზნების მიღწევა საქართველოში და ვერ მოახერხა ქვეყნის ტერიტორიის სრულად ოკუპირება. საქართველო არის გმირების ქვეყანა, ჩვენ ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე, ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის და ერთი რამეც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან არ გვაქვს და ჩვენი გმირები, როგორც ანწუხელიძე ასევე დანარჩენი ვიქნებიან ყოველთვის გმირები. მათ ვერ დააკნინებს ვერავინ და ვერასდროს. 17 წელი გავიდა, როცა ეს ვაჟკაცი ბიჭები ჩვენი ქვეყნის მტრებს რუსებს ეკვეთენ და არ მიცეს შესაძლებლობა, რომ მთელი საქართველო ყოფილიყო ოკუპირებული. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბიჭების სისხლმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს და საქართველო აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს აი ამ ოკუპაციისგან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს მის რუსულ დაჯგუფებასთან ერთად საქართველოში და ჩვენ 17 წლის თავზე კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, როგორ ასამართლებს რეჟიმი გმირებს და როგორ ეძახის, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო და პიარისთვის იყო თურმე. ჩვენ აქ ვართ, რომ პატივი მივაგოთ იმ ჩვენს გმირებს, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და სამშობლოს
დამოუკიდებლობას შეწირეს თავი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მომავალი თაობები ჩვენი გმირების მაგალითზე გაიზარდონ. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება საქართველოს. 7 აგვისტოს ამოვედით კიდევ ერთხელ ძმათა სასაფლაოზე, ნაცვლად 8 აგვისტოსი, რასაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს ჩვენს გმირთა სასაფლაოზე, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ყავს ის მოღალატური ხელისუფლება რუსული მეხუთე კოლონა, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ომი. ამიტომ თუ ადრე ეს საკითხი კონკრეტულად არ იყო არანაირად გმირების პატივისცემასთან და მათ ხსოვნის აღნიშვნასთან დაკავშირებული, ახლა ამას ხაზგასმით ვაკეთებთ, რომ ხაზი გაუსვათ, რომ ომი 8-ში კი არ დაიწყო, როგორც რუსები ამბობენ, არამედ დაიწყო 7-ში. უკრაინაში მიმდინარე ომის ხსენების გარეშეც არ ჩაუვლია დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებებს, რადგან როგორც ოპოზიციაში ამბობენ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ის თუ რის წინაშე იდგნენ ქართველი სამხედროები და მთლიანად ქართული სახელმწიფო 2008 წელს და როგორც ოპოზიციაში ამბობენ, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ეს არის კიდეც ამ ომის აგვისტოს ომის ერთგვარი გაგრძელება და იმის გამოხატვა, რომ რუსეთი ცდილობს მიაღწიოს საკუთარ იმპერიულ საზღვრებს, რასაც 2008 წელს ქართულმა ჯარისკაცებმა მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიეს და რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ ვერ შეძლო რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის სრულად ოკუპირება და საკუთარი გავლენის გავრცელება თბილისზე. თუმცა ის, რომ ახლა ქართული ოცნება საპირისპირო მხარეს დგას და რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ესეც ბუნებრივი აღინიშნება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა ისინი ამბობენ იმასაც, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს, რომ ამ ეს სიმართლე გადაწეროს და აგვისტოს ომთან დაკავშირებით გავრცელოს იმგვარი შეფასება, რომელიც ხელსაყრელი იქნება მხოლოდ კრემლისთვის, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, ქართული მხარის უდანაშაულობა და სიმართლე ამ ომში უკვე საერთაშორისო დონეზეც არის დადასტურებული. 17 წელი გავიდა ომიდან და სამწუხაროდ გვიწევს ისევ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა. როდესაც გვეუბნებიან, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ვისთან მაქვს? ედიკა კოკოიც უნდა მოუხადო ბოდიში თუ ვალოდია პუტინს. გმირები არ გვჭირდებაო. და ანწუხელიძე, ხო, ეს ისტორიული გმირია, ეს მარტო საქართველოს გმირი არ არის, რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა. დღეს არის დიახაც ტრაგედიული დატა. ომი დაგვიწყეს რუსებმა და მე ვარ ამ ომის უშუალო მონაწილე. დასაწყისიდან ბოლომდე გორშიც კი მომიწია ჩათვალა, როცა რუსების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომაც არც ბოდიშს არავის არ მოუხდი და არც ამ ბიჭების ღირსებას არავის არ შევალახინებთ. უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სიცოცხლე არ არსებობს და ყველაზე დიდი ღირებულებისთვის, თავისუფლებისთვის დადო ჩვენო ბიჭებმა და არა თუ ამ ღვაწლის დაფასება, არამედ ამ მაგალითით უნდა ცხოვრობდეს დღეს ჩვენი ქვეყანა და ამ მაგალითით უნდა ვზრდიდეთ შვილებს და ესეც იქნება აუცილებლად. ამ ბიჭების გმირების ბრძოლა ბუნებრივია საქართველოში უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ გვექნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა აუცილებლად. ის ბრძოლა, რომელშიც ჩვენი გმირები დაეცნენ და ის ომი არ დასრულებულა და ჩვენ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ მეორებ მივაღწევთ აუცილებლად იმას, რომ ამ ბიჭების ნათვრა და ოცნება ასრულდება და ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფო შექმნას. დაინფაზა, რომ საქართველოს ოცნება კრემლის მსგავსად აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს განსაზღვრავს და სწორედ ხვალ აპირებს შესაბამისი ღონისძიებების გამართვას, ოფიციალური განცხადებების გავრცელებას. საქართველოს დღეს 7 აგვისტოს მხარდამჭერ გზავნილებს იღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის სოლიდარობის გზავნილი გავრცელა ამერიკის საელჩომას, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს 17 წლის შემდეგ აგვისტოს ომის დაწყებიდან ამერიკის შეერთებული შტატები იხსენებს ამ ომში დაღუპული ქართველი გმირების თავდადებას და ისევ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი გზავნილები და ასევე მოწოდება იმისკენ, რომ რუსეთმა შეასრულოს ომის დასრულების შემდეგ დადებული 6 პუნქტიანი შეთანხმება, მათ შორის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაავრცელეს სხვა პარტნიორი სახელმწიფოების დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმაც, მათ შორის განცხადებები გავრცელდა გერმანიის, ესტონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიერაც.